მოგესალმებით მეგობრებო, ეს გახლავთ ჩვენი პირველი ვიდეო YouTube არხზე. მე გახლავარ გიორგი ხიზანიშვილი და შაკო ხიზანიშვილი. სანამ დღეს დავიწყებთ ლაპარაკს ჩვენ მანქანების კოლექციაზე და ასე შემდეგ, უბრალოდ გვინდა რომ გაგაცნოთ პირველად ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. მე ვარ 23 წლის და შაკო არის 24 წლის. დღეს ვიმყოფებით ჩვენ ძალიან მზიან კალიფორნიაში. ზიანი გამოვიდა, ცა მოღრუბლული არის, მაგრამ ცახაში გამოამინდები, არა, სულ ყოველთვის მზიანი არის კალიფორნია. 1000 ერთხელ უწევს ხოლმე ესე, მაგრამ ჩვენ დაახლოებით რა 7 წელია რაც აქ ცხოვრობთ, ხო? 7 წელია ჩამოვედით თან ამერიკაში საერთოდ. წამოვედით 2017 წელს. წამოვედით იმის მიზნით, რომ მივიღო უმაღლესი განათლება ამერიკაში. სადაც და აქ დავამთავრეთ, ჩამოვედით აქ დავამთავრეთ სკოლა დავამთავრეთ, მე დავამთავრეთ 2 წლიანი კოლეჯი დავამთავრეთ. მე შენ დავამთავრეთ 4 წლიანი უნივერსიტეტი და ამჟამად ჩვენ ვსწავლობთ მაგისტრატურაზე. ასევე, რავი, წყალბურთსაც ვთამაშობთ ბავშვობიდანვე, დაახლოებით მე ვიყავი 14 წლის ვიყავი, როცა ამერიკაში პირველად ჩამოვედი და შენამდე ის იყავი? 16 წლის ვიყავი, ჩვენ ხვდებოდა და ჩამოვედით ამერიკაში ორივე ერთად, წყალბურთს ვთამაშობთ. ძალიან დიდი ისტორია გამოვიარეთ, ანუ დიდი გზა იყო ამ სანამ აქამდე მოვედი. მაგას შენ ვიდეოში მოგიყვებით ჩვენ. კი, თუ დაგაინტერესებთ, რავი, დაგვიწერეთ კომენტარში და გააგებინებთ ჩვენ მთლიანი ისტორიას, როგორ ჩამოვედით, როგორ მოვედით აქამდე. ეხლა, რავი, შეგვიძლია გადავიდეთ ვიდეოს თავარ ნაწილზე, რაც არის ეს სამი მანქანა და შეგვიძლია დავიწყოთ ტესლათი, ხო? კი. ტესლას სამ დავიწყოთ, მოდი გეტყვით იმას, რომ ჩვენი მანქანების კოლექცია არის $400-მდე, ოდნავ მეტი არის, მაგრამ დავამგვალოთ $400-ზე. ტესლა Model Y ეს არის ჩვენი ყოველდღიური მანქანა, რომელსაც ვიყენებთ ნებისმიერ ადგილზე წასასვლელად, საქმეებზე, მაღაზიებში. არის კომპაქტური და ძალიან ადვილად გამოსაყენებელია, როგორც მოგხსენებთ, ელექტრომანქანაა. მოდი შენებზე გადავიდეთ ჩვენი ფან მანქანაზე, რომლითაც 1000 ერთხელ გავალთ ხოლმე, გამოვისენებთ ხოლმე Newport Beach-ის Coast-ზე, სანაპიროებზე, ისა თუ რამე და ანუ ყოველდღიურ მიპოვებელი მანქანა არის, მაგრამ შევეჩვევით. სამი დღის წინ მოვაწერეთ ხელი, დიდი ხანი მოვდავით ამ მანქანას. მოვაწერეთ ხელი, მოვაგვარეთ საბუთები და ძლივობით გამოვიყვანეთ ეს მანქანა. მაგრამ ამ მანქანას კი თავის გეგმები აქვს, რასაც შენ ვიდეოებში გეტყვით მომავალში. ძალიან დიდი გეგმები აქვს ამ მანქანასაც და ამ მანქანასაც. მოდი, შენ მანქანას გადავიდეთ, რომელიც არის Land Rover Range Rover-ი. ეს არის ჩვენი საოჯახო მანქანა. მიზეზი ეს მანქანა ატომას ვიყენებთ ის არის, რომ ჩემი მოფრინავს ხოლმე საქართველოდან წელიწადში ერთხელ ან 2 წელიწადში ერთხელ ხოლმე. ამიტომ გავაწყვეტე ვიყიდე ეს მანქანა საოჯახო მანქანა, რომელიც არის კომფორტით ერთ-ერთი გამორჩეული მანქანა. დიდია ძალიან და ძალიან სწრაფი მანქანაა ასევე. ეხლა დავათვალოთ ტესლას ინტერიერი, პირველი მანქანა ეს არის. ანუ ძალიან მინიმალისტური მანქანა არის, არაფერი განსაკუთრებული არ, უბრალოდ დიდი აიქ სკრინი გაქვს და ანუ არაფერი განსაკუთრებული რა. ლაჟოჭკიანია მოიხსენებათ, მაგრამ ან მაგიტომაც ვიყენებთ ყოველ დღე, ანუ მაგისტვის აი რომ ანუ ვცდილობთ რომ არ დავანაგვიანოთ, მაგრამ რავი, მაინც ნაგვიანდება. ეხლა შემდეგი მანქანა ეს რომელიც ყოველს გაინტერესებს, ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ამ მანქანაც ისეთი ცოტა იყოს რა ვთქვა, მინიმალისტური არის, ხო ესეც? არ არის რაღაც ძალიან განსაკუთრებული, ხო? ანუ არ არის რაღაც ისეთი ბევრი ღილაკი, რომ რაღაც დამაბნეველი იყოს, ძალიან მინიმალისტური არის რა. რავი, შემდეგზე გადავიდეთ ჩვენ საოჯახო მანქანაზე, რომელიც არის ძალიან დიდი. დავხურო ეს. და ეგ უმეტესად უნდა იყოს ფოკუსირებული უკანა მხარეზე, იმიტომ რომ აი ღილაკები აქვს, ყველაფრის კონტროლი შეგიძლია აქ საერთოდ. ეს ძალიან მშვენიერი მანქანა არის. რავი, რა მოკლედ ეს სამივე მანქანა ვფიქრობ ხომ მოგწონს. მე ძალიან მოგწონს, რავი. მაგრამ ვერ მოვითმენ, სანამ კიდე მეცა დავამატო. მოკლედ ეს იყო ამ ვიდეოსთვის. კი გამოვიდა მოკლე ვიდეო, მაგრამ პირველი ვიდეოსთვის გვინდოდა რომ უბრალოდ გვენახევინა თქვენთვის ვინ ვართ და ასევე გვენახევინა ჩვენი მანქანების კოლექცია. ამიტომ თუ რაიმე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ. ეს თუ იქნება ჩვენ შესახებ, მანქანების ან ზოგადად ამერიკაში ყოფნის შესახებ და რავი, შევესწრებით ყველას გაქცეთ პასუხი. ასევე ძალიან გაგვეხარდება თუ გამოიწევთ ჩვენს არხს და ასევე ყველა სოციალურ მედიას იმის გამო რომ მოტივაციას მოგცემს ეს ყველაფერი და იმის აზრს მოგცემს რომ თქვენ გაინტერესებთ ჩვენი ცხოვრების სტილი და გაინტერესებს ჩვენ რას ვაკეთებთ. და რავი, მე რასაც ვფიქრობ ეგ არის. დალაიქო, გააზიაროთ და დააკომენტაროთ. კი, ყველაფერი რავი და იმიტომ რომ ეს ძალიან გაგვეხარდება ჩვენ და აბა შემდეგ ვიდეომდე.